გარშემო უკვე მოკლე პერიოდში რამდენი ხალხი მოვიდა ამ მოედანზე. მე მჯერა რომ ჩვენ გვერდიგვე დავდგებით, ჩვენ ერთად დავდგებით და ამ პატარებს შევხვდით ხვალიდან ბედნიერ დღეს. მიულოცოთ დღევანდელი ნინოობა ყველა ქართველ ნინოს, ყველა ქუთაისელ ნინოს, ყველა პატარა ნინოს. ახლა კი ყველამ ერთად ჩვენს პატარებს გავუმართ. ჩვენს ქუთაისელებს გავუმართ. ჩვენს ყველანას გავუმართ. გაიხარეთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ახალმა თაობამ არის არაფერი. თუ ეს არ გავაჩერეთ ჩვენ ახალი თაობისთვის, მეგონი თითქოს დაგარგავთ თავის კიბზიდაც და ყოველთვის ცნობილი. დამეთანხმებთ რომ მამათქვენის თაობა, მამაჩევის თაობა იყო ეს ხალხი და რომანტიკული ქუთაისიასაც. დღეს ეს არაფერი არ არის, მე რომ ჩავუდგა როგორც ვცნობ რა. ეხლა უკვე ის ქუთაისელებიც აღარ არის, წავიდნენ უკვე 1900-ից აღარ არის უმრავლესობა. ერთი კაცი თბილისში და ჩერილი ბიზნესში. აზორ დემეტრაძე, რომელიც არის სული ერბამდე არ ვიცხებამდე ქუთაისელი და როგორი კაცი, იცით და რომ ცხოვრობს ყოველი დღე ქუთაისიდან. ძალიან მინდა რომ ეს კაცი გაიზრდება ქუთაისის საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეხვედრა მოუწყოს ამ კაცთან რაღაცა, იმიტომ რომ ეს ხალხი რომ წავა მე არაფერი არ გადარჩევა და ამიტომ თქვენი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ რაც შეიძლება მალე გაკეთდეს რომ ქუთაისი ერთი კარგი კულტურის შეიქმნას შეემართოს. როდის ვაკეთებ ამის განმას? მოგახსენეთ ვოკანდაკი არის რეზორამიშვილი ნამდვილად კარგი ქუთაისელი და ეხლა გადატანილი გვაქვს სოფელი არის ჭოგნარი სადაც ქვაში გამოიკვეთება ეს ძეგლი არის ნატურალურ ზონებში ეს ყველაფერი თქვენ ნახეთ იმიტომ რომ დიდი თანხების საშუალება არ არის რომ ჩამოგვესხა ამიტომ ქვაში გადავწყვეტ ქვაში გაკეთდება იმედია რომ ფინანსურად არ არის საშუალება მე არაფერი საშუალება არ აქვს რაღაც 10000-ზე არის და მითხრა ხო ჩამოსხა თვითონ გადაწყვეტა არის ძალიან ორიგინალური რა თითქოს ეს კაცი ცოცხლად დგას იქ რა ესეთი რაღაცა იქნება და იქ აი მაგაზრია აი კარგად ხო არის თქვენ ქუთაისელი ძაღლები და მიმიხვდები და ყოველი შეიძლება მიდე პატარა ერთი 5 დღეს უკვე 6 ხო უბრალოდ ამაში სუეტაში რომ უცებ იმას თორა კარიერა მოხდა და ახლა მეცოდინება და რაღაც შევადგინოთ რაღაცა გრაფიკი რა ნაბიჯნაბიჯი რა უნდა აი მაგარ მე შევეცდები ჩემს საზოგადოება განაც რაღაც თანხები გამოვაყენო უჯრედს მახატოს ეს შეიძლება უგედროში რაღაცა შეიძლება შეიძლება საშუალება არ მასაჟორია ბატონოგია რომ ყველა ქუთაისელი და ცოტა იყოს ის გაკეთდება არ არის პრობლემა ერთიანი თანხა არ ჩავუწეროთ ისა კი ყველაფერი გრაფიკი იქნება რას ვაპირებთ ხვალიდან ყველაფერი გაკეთებული რომანას ბევრი იდეა სალამაზე რომ ხონცელო თორმენი დიოქტება და უბრალოდ აზრს კარგავს ამიტომ ის ადამიანურობის იქნება თქვენ ნახევარში აი 2 თვე მაქსიმუმ განდაკება ჩვენ ნახევარში რემონტ დავიწყე გუშინ ბატონოგია და გამოსუფთავება დავიწყე ეს ეტაპობრივი თანხები რომელსაც მაქვს იმას ვიყენებ ახლა კოტემ შეგვიდა სომა 20 მოიტანა თან წინში იწერებ და ის წინ შევა სამახსოვრო მაშინ ხვალიდან მოდი და მომიტანა ისა და იმას ვიზამ რა მოვიფიქრებ რა ვაკეთებ და რა ვაკეთებ კი ბატონო კი ბატონო და უკეთ გრაფიკი მეყოლა თუში მექნება ის კი ბატონო ზეო რამდენი ოთახი არის? ერთი ოთახია, პატარა ოთახია. 70-იანი ვარ და ესე იგი, მინდა რომ ჩვენმა თაობამ რაღაცა დაუწყოს ქალაქს რა. ხო და თქვენს თუ ამ საქმეში გვერდში დაგიგივით, ამას მიცაკეთ მოვაკეთეთ ნამდვილად დამეთანხმდეთ. მერე თანხმობები რომ ჩამოვიდნენ. ხო, მინდა რომ გამოჩნდეს, რომ ქალაქში რემუშაებს იქ ხალხო მუზეუმი. არა. სალონი არა. ეს სალონი არა, ეს იქნება მუზეუმი, სადაც ყველა ქუთაისში შეუძლია ნახოს და იქ დააფიქსიროს თავისუფლად სამახსოვროდ. ეს შემდეგ თვითონ იქნება მუზეუმი, რას აკეთებდა ეს ფილმი რომელიც იღება, იქნება იქა.
შეუძლიათ იტრიალოს და თან ნახონ, აი როგორ და რა. გარდა იმისა, ეს სურათები, მისი კოლორიტების ვის აცქნიდა, როგორაც იყო, ამის გარდა იქნება ეს ვიდეო მასალაც. და იქ არის ესეთი სტეკლოკეთება, თუ დააკვირდით თქვენ ვიტრაჟი. სადაც იქნება ის ექსპონატები, ზუსტად ითაც მუშაობდა იმის რესტავრაცია და იქედელი იმ სირიში ის არ აღდგება. ზუსტად ისეთი. ამას დაინახავთ ვიტრინიდან. ასეთნაირად. სიძველი აი მართლა როგორ მუშაობდა ძალიან თანამედროვე და იქნება ძალიან ძველი. აი იქ არა მაქვს მე გაკეთებული ფანჯარა არის თქვენ თუ დააკვირდებით და ფანჯარა ჩანს გვერდზე უზოუში მარჯვენა მხარეს და იქ იქნება მაგ იმის ცალკე ის აღარ გამიკეთებია იმიტომ რომ იქ რეალობაში რჩება და მეტო ეს თქვენ რაღაც მასალები პრინციპში არ უფრო გაგიადვილდებათ ხმარება იქ რა ჩაჭრილია რაღაცა არის ხო ხის მასალები კი ყველა ხო ფინანსები შეიძლება ნამდვილად გაჭირდეს ახლა და რაღაცას ასე პატარ-პატარად იკეთება ეს რადგან ილო ყველას პატივსემდა ჩვენს ყველამ ზოგმა 20 ლარი მე მგონი ასე ჯობია ბატონო მეოთხე გადაცემა გავა სექტემბერში ჩვენი არის გარდას და მე მეხუთე გადაცემაში უკვე მინდა ვაჩვენო ახლა რა ეტაპზე იმიტომ რომ ვირეკავ იცით და ისრაელი და ვირეკავს უამრავი ხალხი და როგორ არის ილოს საქმე ისა საქმე კეთება ვეუბნები ქანდაკება ჩამოვასწრით უკვე და თქვენ გაგიმარჯვოთ ერთმა და ლოცავს ხალხი და ასეთები გაამრავლეს მე ისრაელში წაიღეს და უყურებენ და ეს გარკვეული ნოსტალგია იცით კაი პერიოდი რასაც ვიოდა სულიერების თვალსაზრისით არა კაი პერიოდიდან სწორი იცით რაც კარგი იყო ეს კომდა შევინარჩუნოთ ამას მე მინდა რა ვიცი რომ ბავშვი უნდა იცოდნენ ესეთი ახალგაზრდა და დაიწყოს სამშობლოს ერთ უნივერსიტეტში და უნდა ამოყოფდნენ იმითიდან მისაბაძი და იყოს აი როგორ გურიაში რომ დაიწყოს სამწუხაროდ რაც იცოდნენ და მუში მოწას თუ ის დიმოკრატია ჩავაყენე სანდაში გადაფარებული რა და პორდამჩილა და არჩი მეტი გრირო რა მატრასაზე რომ მიგიყავდა ლექციები აი ჩვენ ბავშვობაში ხო მატროსოვი და რა ვიცი უნდა გასწავლეს ხო ეს აუცილებლად უნდა პოპულარიზაცია ამას და აუცილებლად თაობა იცოდეს რომ ასეთი გმირები ცხოვრობენ მათ გვერდზე და შეიძლება ეს გმირები თვითონ იყვნენ აუცილებელია ამ საქმის გაუწეველი ეს იყო ისი მოსწავლე რა თქვენ გადაცემა ნახეთ ტელევიზიაზე რომ კი ხო და იქ თქვი შეიძლება ეს ვიდა ვერ გამახორციელოთ და მე $1000 საშუალება მქონდა მეტის არა მაგრამ ეს ყოფის მარტო ძეგლს და მე რა ვიცი კაი დეტაილები შევეხმაროთ იქნება რაღაცნაირად დავეყორო თუ თქვენ რა საჭირო აი მე რა ვიცი ამ პროექტის ეს ანგარიში გაკეთებული და შარმოვლი ქერა ხوار არის რაღაც გასწრებია აგერა დგას მაგრამ ჩვენ უფრო ჩახარ მაგცების დროს მაგრამ ერთი ხო შენ ხარია ხოა ეს ანცალია ხო პრობლემა მყავს და კადრებში გავუშვი ანკეტაში ავსოს ცხოვრება უნდა თუ რაღაც ნაშანები იქით ეკასთან ახალია ო ანკეტაში ავსოს რა ფულკი რამდენჯერ უცხუბია ხმას არ გაქცევო წეღარი ფულია ახალი მკვდარი ყავდა შვილი გავადიდებია სურათიდან და ილო ბატონო აღი არ მითხრა თუ არა всё კაცი მეგონა და წარმოდგენა არ დამაკარიბეს ვინ დაყოფილიყო რომ ჯერ ფულს ხარ იღებდა ვარდი ეპატიზებია ვარიანტი არის იქით ხსენდა აბარა
არა, მასეთი გოგეუნები ქართველი არ მინახე, ებრაელი კი არა. რატო არ წადის ხო? რა მიზაო? მიმყავს ბეკანო. ჩემს საზბაგაცო ახანიაო და აქტივება და აქტივიზარდეო. ჩემს სამშობლო იგიაო. ავალიანი ერთი. ავტობუსი იგიაო, რა იყო მცდივარი. ხო და მაგი აგროვებდა წევრებს. კომუნისტების. როგორც ადრე იყო. თავის მანდატებს, ხო, პარტიის მანდატებს უბრალოდ. ხო, გამოაგზავნა ვიღაცა სურათის გადასაღებად. გადამიღე სურათიო. ხო და მისცა მას ეს გასტუკი. გასტუკი იკეთეო და მოგწადდა გადაგიღე. თუმცა დღეებში ხელში არ დანაკავები არ ქონია გაკეთებული. ის ხო და გეკეთა უკუღობა. ხო და ადგან გადაუღო სურათი. ხო და გაატანა სურათი ის ბაკაცი ამის ბაკაცი იყო. ცხონებულის და იგი მიმხვდარა. ის გადაღებული რატო გავუკეთე ვიჟო ასე ჩემ კაცო. რო დარწმუნებული ყავი, შენ რა ასე რაფერი წევრები გიყავს. და ვერ დაგაჯერებდი და ასე წევრი და კიდევ გავწუგის ეკეთება რომ შუარიცეო. ხო, პარტიაში რა უნდა. სარაფალოგები ვინც ახალი დადიოდა, ახალი რა ამბავი იყო, იცი? ევა არ იყო. ამადარა იმაში. ხო, ერთმანეთს რიგში იყო და ჩამდგარი. აპამე. ხო არ შეიძლებოდა რომ უყმაყოფილ ოჩკაპიკენები, ცალკე ქონდა და დილას ყველა ახალი ვერაო. აწადი და ბაზარში დალიეცა. გორიგებდა ოჩკაპიკს დილას. თანაშილი ამასთან ძირთადად მაკაცობდა, მოყშებული ქონდა. სულ ნატური. ხარვის მოქონდა. ბადაგრება. ეს ხაბერე დალევაიცა და ისე გებრიელი. არ მგონია რომ ისე ვინმე სასმელი დალიოს. ხასიათს ესე როარგლომოდა მოგინდებოდა. შეხედავდი ისეთ ყილაცვა. ბეზომას ახლა მოვდივარ ჭოგნარიდან. ხო, იქ ვიყავი თქვენთან და არ დამხვდით, წევით. ამ შენთან რომ ვიდოდა რო წამოვედი მე უკან და დამირეკა იმან ამირანმა. ხო და ავდექი და ჩაუტანე ფული უკვე. $100 ქვის წაუღე და $200 დაუტოვე. და $200 რო დაამთავრებ მე მოგცემ თქო. ხო და როცა მეტყვი საათს მომცემ რეზუმასაებს ჩამოგიყვან თქო. თერძი ბესო. საში უსოს ხელებს რა? აღარი. მაგანა შენ მარცხენა ხელთან რო გუშტულა, მაგას მოსწო 10 რუბელზე, 4-ზე. ეხლა იგი არა გუშტულა. რა შიგნი ყოფილი არა? იგი ამ განაყოლებული ხოლმე. კაჩი არ გახიო. იქით უმუშეველია, ხო შენ? ხო, ყველგან შესვლა. ხო. ილოსთან მქონდა ჩემი ბავშვობის ურთიერთობა. მე დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა და როცა 79 წელს, როცა მამამ შემიყვანა მოსამზადებელ ჯგუფში, პირველ საშუალო სკოლაში, არასოდეს არ დამავიწყდება მისი გადაღებული პირველი ფოტოსურათი.
შემდგომ გარკვეულ წლებში მქონდა ის ბავშვური და ის ლამაზი ურთიერთობა, რასაც ჩემს მეგობრებთან ერთად ხშირად სურათის გადაღება მოყვებოდა ხოლმე ილოსთან. შემდეგ სკოლის დამთავრების შემდეგ არ დამეკარგავს ურთიერთობა ილოსთან და ძალიან ხშირად ხდებოდით ხოლმე ერთმანეთს, ვეფერებოდით როგორც უმცროსი მეგობარი, ლამაზ და თბილ სიტყვას ვეუბნებოდით ერთმანეთს, სიმართლე გითხრათ, ერთად კიდეც დაგვილევია. მე ხშირად ვეკითხები ჩვენ ქუთათურებს და თითქმის 100% და 90% მეუბნება რომ ის არავის ფულს არ ათვევდა. აი თქვენთან თუ შეიძლება არც შემთთვის მაგალითად არასოდეს როგორც ქუთაისელისთვის, როგორც აი მაგალითად მამაჩემთან მეგობრობდა, გარდაცვლილ მამასთან ძალიან თბილი და კეთილი ურთიერთობა ჰქონდა მამაჩემის მეგობრებთანაც და მაგალითად არ მახსოვს ისეთი შემთხვევა რომ ჩემთვის თუ გინდით ჩემი მეგობრებისთვის, ჩემი სკოლის ძალიან ახლო მეგობრებისთვის თანხა გამოართვეს და ფული გამოართვეს, არასოდეს არ ყოფილა ესეთი ურთიერთობა ჩვენ შორის. ბავშვობაშიც, ცოტა მოზრდილობაშიც და აი სიკვდილის გარდაცვალებამდეც კი ყოფილა ესეთი შემთხვევა. ძალიან ადრე გამოდიოდა ხოლმე ილო დაახლოებით 6 საათზე. მეც ხოლმე ძალიან სამსახურებრივად მქონდა დატვირთვა რომ დილის 7 საათზე ამგარიყავი და აი სამსახურებრივ მოვალეობა შემოსრულო, ხშირად ვხდებოდი ხოლმე ერთმანეთს დილით და ხანდახან სპონსორობდი კიდეც. მე ვიცი ასეთი ფაქტი, აი მამა თქვენი ბატონი დემურმონია როცა თავმდაბლობის პირი იყო, თავაზობდა ილოს უკეთეს კაბინეტს, უკეთეს ფოტოლაბორატორიას, ასე რომ ვთქვა. ამ ფაქტის შესახებ თუ იცი და ილოს უთქავს ვარი რომ მე აქ მიჩენია შეთავაზა მაგალითად მე ბავშვი ვიყავი მაშინ და ძალიან კარგად მახსოვს როცა საფუძველი ეყრებოდა და გაკეთდა ბევრი რაღაც ძრები ქუთაისში მაგალითად მახსოვს გალერეა როცა გაიხსნა რაღაც კულტურული რევოლუცია მოხდა ქუთაისში მე როცა წამოვიზარდე ამის შესახებ ვიკითხე და დამინტერესდი და ბატონი როსაც ვკითხე და მითხრა თვითონ მითხრა და აღნიშნა რომ მეც მახსოვს ეს რომ შეთავაზა მაშინ მამამ და გარკვეულმა ქუთაისლებმა ქუთათურებმა კოლორიტებმა იმ ლამაზმა ხალხმა და ილომ ვარი განაცხადა ამის შესახებ რომ არა იმიტომ რომ ის იყო ის სამყარო სადაც სულიერ სიმშვიდეს გრძნობდა თვითონ თავისებურად ლამაზად და ბედნიერად ცხოვრობდა. პათოლოგია, ახლა ჩვენ ქალაქში იდგმება ილო ფოტოგრაფიის ძეგლი და მუზეუმი. აი ამის შესახებ რა სიტყვით ორიდეს? მაგრამ ეს არის ისეთნაირი ხისეული და ისეთნაირი თუ შეიძლება ის კოლორიტული ნაბიჯი კიდევ ერთხელ ქუთაისში, რომელიც ალბათ აუცილებელი იყო უნდა გაკეთებულიყო. მე ვნახე სხვათა შორის ის გადაცემა, რომელიც გაკეთებული იყო, დიახ, ირაკლი ჯავშვილის მიერ იყო გაკეთებული, ძალიან მომეწონა სხვათა შორის ჩემს მეგობრებთან ერთად თვალწრემლიანად ვიყურებდით ამ გადაცემას. ამ სამყაროში თუ შემოხვართ, მე ასევე მაჩნია. უბრალოდ შეგიძლიათ ერთხელ გადახედოთ ირგვლივ ყველაფერს და ალბათ ყველაფერს გეტყვით, ეს კედლები, ეს სურათები და ეს ჩემი სამყარო. ეს უცნაური პანო, რომელიც ფოტოხელოვნებისა და მხატვრობის ერთგვარ ავანგარდულ სინთეზს წარმოადგენს, ქუთაისელი მხატვრის მერაბ ქაჯაიას მეტსახელად პიკასოს სამყაროა. ნაცნობი და უცნობი, კეთილი და არც ისე კეთილი პერსონაჟებით. აქ ყველასა და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. ამ სამყაროს ცენტრში კი მამაკაცის პატარა ფიგურაა. აქ უკვე თავად ცხოვრების ფოკუსში მოქცეული ილო ხახიაშვილისა. ეს ისტორიაც მასზეა. ილო ფოტოგრაფს მთელი ქუთაისი იცნობს და მე ბავშვობიდან მის კოჩი გავიზარდე. ის იყო უაღრესად პროფესიონალი პორტრეტისტი ფოტოგრაფი. ძალიან თბილი კაცი იყო, ხშირად ამაჯენდა იქ და მაყურებელობდა თუ როგორ ასაკეთებდა. მიმართვის ასეთი ფორმა ჰქონდა. პატივცემული, ის დიდი იყო თუ პატარა იყო, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ყველა შეეუნებოდა პატივცემულად. აი დიდი მოწიწებით და დიდი სიყვარული. არ არსებობდა რომ მასა მისულიყო ჭირსობა როცა მივიდა, იცით რომ სურათს ადიდებდა, სურათს აკეთებდა ძალიან მაღალ დონეზე. აი როდესაც უკვე ფულზე მიდიოდა საქმე, როგორ შემიძლია მეთქე ფული გამოგართა, შემდეგ დაგლოცოთ აი რამე გისურვოთ. წარმოიდგინეთ ახლა უბრალო ფოტოგრაფი, რომელიც აქ მუშაობდა და ყველა სწორებდა სურათებს, რომელთაც დადიოდნენ რესპუბლიკის საუკეთესო და გამოჩენილი ადამიანების ნაწილი აგერ არის. რეზო გაბრიაძე ილოს ძალიან დიდი მეგობარი იყო და ახლო მეგობარი აქ დადიოდა ყოველთვის ილოსთან. ილო მეტად საპატივცემულო კაცი იყო. ის იყო ისედაც ამბობთ უბრალო ადამიანი. არასოდეს არ გახურდა თავის ხასიათს მუდამ
როგორც დახვეწილი ადამიანი მუდამ ცდილობდა რომ დაგთანხმებოდა. ხშირად სასაცილო მდგომარეობაში ვარდებოდით ყველა, იმიტომ რომ თანხმდებოდათ იმაზე, რაზეც არ გითხოვთ. ეს მიმაჩნია ევროპეიზმი, რომელიც იყო იმერეთში საერთოდ. მე გულისხმობ ისეთ სიტყვებს, შენზე ფიქრობდი ახლა ენაცვალე, რუინე და მესიზმე და იმ სასიამოვნო შეხვედრისას გარემოცვას, რომელსაც ქმნიდნენ იმერეთში და კერძო ქუთაისში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნებოდა თუ ეხლა ალბათ ძნელია, იმიტომ ქუთაის ფული აკლია. ქუთაის მაგის ფული ჯერ არ აქვს, მაგრამ უახლოეს დროში მე მჯერავს ამას, რომ ექნება ყველას გამოჩნდება ვინმე ფულიანი ადამიანი, რომელიც გამოსცემს ილოს ფოტოგრაფიებს, ილოს მიერ გადაღებულ ფოტოგრაფიებს. ესა ძალზედ საინტერესო, მე ვფიქრობ, საინტერესო და სევდიანი და პოეტური წიგნი გამოვა. მაგრამ ეს იყოს როგორც გეგმა, ნათქვამი იყოს და მთავარი ამ ეტაპზე, რომ ეს ფოტოები დაცული იქნეს. ვინც მას დაიცავს, იცოდეს, რომ სერიოზული, ახლა დიდი განძი და ტიციანი არ აქვს, მაგრამ ჩვენთვის ძალზედ საჭირო და შენერ გალერეა შეიძლება გაკეთდეს პატარა უპრეტენზიო რომელშიც მე კიდეც ვხედავ ამ წიგნს, რომელიც დაამშენებს და კარგი საჩუქარი იქნება ერთმანეთსათვის. ფოტოს აქვს ეს თვისება, რომ დრომას აკეთებს როგორც ყველაფერს თუმცა. ფოტოგრაფია ისეთი რამეა, რომ ხშირად დიდი ვარსკვლავები ისე მიდიან როლს, და ხშირად მოყვარული ან ილო პროფესიონალი იყო, ან მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით ილოზე, რომ მსოფლიო მნიშვნელობის, მაგრამ ისე მოხდება, რომ შეიძლება ისეთი სილამაზე წარმოიშვას ამ მისი წიგნით, რომ გავიგვირდეს ყველას ერთმანეთი. ეს წიგნი ძალიან დაგვაახლოებს, გაგვახსენებს, თუ შენარჩუნებთ ამ სიტყვებს, ეს იყო მუდამ გაგვახსენებს, რომ იმერეთი იყო ზრდილობისა და კეთილგანწყობილების ქალაქი, დადებითი ემოციების და ნაკლებად დეპრესიული, როგორც ამჟამად. დადიოდა ყოველთვის ილოსთან. მედია ჯეფარიძე რამდენჯერ მინახავს აქ ჩემო ბატონო, თუ გნებავთ სეგო ზაქარიაძე, ვალიკო მიზანდარი, მოქანდაკე, ცნობილი პიროვნება, თუნდაც ბატონი პეტრე ჭაბუკიანი სულ აქ იყვნენ, სულ თავისუფალი დრო რო ექნებათ, მოდიოდნენ და ილოსთან ერთ ბოთლი ღვინოს დაიდგამდნენ ასე ტაბურეტაზე. ჩემო ბატონო, რაღაცა ერთნაჭერი პული, ერთნაჭერი ყველი და ერთი ბოთლი ღვინო და ორი პატარა ჭექა მთელი დღე ყოფნიათ სასაუბროდ. არ ვიცი რას პოულობდნენ ამ პატარა, რა ვიცი, კიბის ქვეშა ოთახში. პოულობდნენ ალბათ იმას, რაც ხშირ შემთხვევაში ცხოვრების კადრს მიღმარჩებოდა ხოლმე. ამიტომ იყო მისი მასპინძლობა ყოველთვის სასურველი. და მოხდა ის, რაც იშვიათად ხდება ხოლმე. ილო ფოტოგრაფს ქალაქმა იუბილე გადაუხადა. ასე მიქნახილი, გაჩუნდი კოკო, გაჩუნდი, მოგვეჭრება თავისი რცხვილი, არ მინდა იუბილე ცხენია. სწრაფად ადგამ ნაბიჯებს და გულღიად ესალმები ნაცნობებს და ძმაბიჭებს, ქუთაისის კოლორიტებს, ყველა სულში უზურები, ხან ღვინით და ხან არაყით, უხვად უმასპინძლდები, გარდაც სვლილთა ფოტოებით დაგიფარავს კედლები, მათ ხსოვნას და უბდავ ყოფას, უფას, სულევედრები, კარგად ვიცით, ღვინო გიყვარს, ძმა კაცი და მეგობარი, წელიწადში
ერთ ტონას სვამ არ აკლდება 1 გრამიც. არაყი რომ დავითვალო ცოტა ხანი მაცალე, 100 წლის თავზე გაცნობებ თუ რამდენი დაცალე, ქუთაისში დაიბადე, ქუთაისმა გაგზარდა, არ გაბედო ჩვენს გარეშე, ისრაელში გაბარვა, შენს დღეობას ვერ მესწრები. გაგიჟებამდე, გახელებამდე, ოღონდაც ღმერთო, გარდასულ ყრმობის, რატომ ილოს ვეძებთქო და გამომხედა და იფიქრა ქავს ამდივავთენი არა უნდა. მაგას დავამოცხადებო და მოგურმევ. დაგეთილი წარწერა დახვედრია. ალსუჩი მოვალ. არცი კერაც ხალხში მოსულა, მაგრამ ისეთი გამოგეთხოვენ და რაც უნდა, მაგარი კიეთ ყოფილიყო ვეღარ გამოცხადდა. შენი წირიბე ნოტებში. ხვალ გამეიარი. მოცხადდეს გადავიყო გეთხოვების და დავიცვათ სიცოცხლე და კეთილდღეობა მოყვასილსა თავისათვის შევეძიოთ ღარიბს მოვარო თავად ვარდუღაშო წუხარ ეს არის ჩვენი იუბილარის მადლობაც ისეთივე მორიდებული და გულწრფელი იყო როგორც თავად ის. მას არ ყავდა მეუღლე, არ დარჩა შვილი და მას არ ჰქონდა თავისი პირადი ოჯახი, რაც ჩვენთვის, ყველა ქართველისთვის ყველაზე დიდია. გულმწყდება, რომ ის როცა გარდაიცვალა, მე ქალაქში არ ვიყოფებოდი იმ პერიოდში. ძალიან განვიცადე, როგორც ყოველთვის დილას მოვდივარ და არ ვიცოდი ესამავე და ილო აღარ ხვდება იმ ჩვეუთავის ადგილზე, ფოტოლაბორატორიის წინ, სადაც ის ყოველ დღე ხვდებოდა. მისი უკვე რეალურად არ ყოფნით ჩვენ ქალაქში, ქუთაისი ჩემთვის დარჩა ცარიელი. დღეს კი, როცა ილო ფოტოგრაფი აღარ არის, მისი ფოტოაპარატიდან აფრენილი ჩიტი ბევრის გულში ისევ ფრთხიალებს და ყველაზე მთავარს გახსენებს, რომ ეს ცა, ეს მდინარე, ეს დაისი, სიცოცხლესავით უნდა დააფასო და შეიყვარო. ერთ მშვენიერ დღეს კი გალაღებული მდინარეშიც გადაეშვა და შესძახო ლამბრედუზო, მედუზო. მე მინდა რომ მის ფოტოლაბორატორიაში გაკეთეს მუზეუმი. შევიდეს ყველა ქუთაისელი და ნახოს, თუ 10 წლის შემდეგ დაბადებული, თუ 20 წლის შემდეგ დაბადებული და ყველა ქუთაისელმა იცოდეს, აი ვინ იყო ეს ხალხი. ილო ამას ქმნიდა ყველას. იქ არის უამრავი სურათები, უამრავი პერსონაჟები, რომლებიც ქუთაისის სახეებს ქმნიდნენ და მე რა ვიცი, ყველას მოგმართავთ ვთხოვნით, ვისაც ინტერესი გაქვთ, ვისაც გიყვართ ქართველი და ებრაელი ხალხის ურთიერთობა და მინდა რომ აი ეს ერთად ყველამ განახორციელოთ და ქუთაისში იყოს ილო ფოტოგრაფიის მუზეუმი. ჩვენი შემდეგი სტუმარიც ბატონო ქუთაისიდან გახლავთ, მხატვარი მერაბ ქაჯაია. ბატონო მერაბ, გთხოვთ მობრძანდეთ. გამარჯობა ჩემო კარგო, მობრძანდით. ზეგი პიკასო. ნუ ქუთაის სახელი ვარ და გახარ, რა შეიძლება. აგიაშვილსა ნიკასო არ ნაყვარება პიკასო. გადარეულა პიკასო რა დაუშავე ნიკასო. ჩემო მერაბ, ჩვენ მოვისმინეთ ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია, რომ აპირებთ მუზეუმის გაკეთებას. გამიშთა სრული რომ აი იმ ტერიტორიაზე, სადაც ის თელ ცხოვრებას ატარებდა, გამეკეთებინა ქანდაკება. ქანდაკება შენ ქანდაკებაზეც მუშაობ? მე არ მუშაობ, მაგრამ იქ გამახსენდა ჩემი აღმზრდელი, რომელმაც მაზიარა მხატვრობას, ოქანდაკე, დიდი პიროვნება, დიდი მოქმედება ბატონი რეზო რამიშვილი და მივედი მასთან და უთხარი ბატონი რეზო, ასეთი იდეა მაქვს. მაშინე დამეთახმა და ეს უსასყიდლოდ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებო, ის მასაც ეს იდეა ქონია, თურმე ისიც გულში ფიქრობდა ამას.
და ესე იგი კეთდება მუზეუმი და დაიწყება ქანდაკება. ბატონი რეზო აქ არის. რა თქმა უნდა. და ვთხოვოთ ბატონი რეზო, მოუბრძანდეთ ძვირფასო, მოუბრძანდეთ. მოუბრძანდეთ. ეს არის ესკიზი ალბათ იმ ქანდაკების, რომელზედაც ახლა შევსაუბრობთ. ესკიზი. გაჩერეთ. შენერია. ეს ტექსტად მინდოდა გითხრათ ორიოდე სიტყვით. კი ბატონო, დანეთ აბა. ბატონო გივი ქუთაისო შენ თბილი მკერდზე სოგი მოდის, ბევრი მიდის. სოგის კიდევ მიდი მოდის. ვინც მაგ მკერდზე დაგაჭკნება, ის იქნება შენი მოზგბისკო და ლეოს ეკუთვნის ქანდაკება. აგიმარჯეთ, აგიმარჯეთ. აბა სასიამოვნოა. ერთი გასტროლების დროს წამიყვანეს, უთქვია რომ ის ბიჭი მომიყვანეთ. ეს ძველ ამბავს გიყვებით და მიმიყვანეს ის პატარა პურმარილი მეც მიმიღია ილოს ლაბორატორიაში, გადამიღო სურათი და მითხრა ხვალ გამიერეთ და მოგცე ერთ წელს შენო და მივედი და ერთი დამხვდა კედელზე სურათი. მე ორი წელი მე გასტროლებს აღარ ყოფილი ვარ ქუთაისში 2 წლის შემდეგ ჩავედით მე მგონი დაახლოებით და გავიქეც ახლა ილო უნდა მოვინახულო. მივედი ილო რა თქმა უნდა დამხვდა, გადავეხვიეთ, გადავკოცნეთ ერთმანეთს, მოვიკითხეთ როგორ ძალიან თვალები გამირბის ახლა კედელს ვათვალე, ჩემი სურათი რა იქნა, აღარა ჩანს სურათი. ჩემი სურათი ჩამოხსნილი იყო. და ძალიან მეწყინა, ილო შემამჩნია და არა, შერო ფიქრობი ის არ არისო მითხრა. ესე იგი მე არ ჩამოვიღეო. პოპულარი გახდი და მეიპარა ვიღაცა. აი ის ერთი ნიმუში მე შემომჭა სახში. მე თქვენი სიუჟეტი ნანახი მქონდა შემომერავდა და ეს წამოვიღე. და თუ არ დაამახინჯებს თქვენ მუზეუმს. აი შემიძლია აი ეს სურათი გადმოგჭრით. არა? როგორი ახალგაზრდა ვიყავი. მე ვნახე სხვათა შორის ის გადაცემა, რომელიც გაკეთებული იყო, დიახ, ირაკლი ჯავშვილის მიერ იყო გაკეთებული. ძალიან მომეწონა სხვათა შორის ჩემს მეგობრებთან ერთად თვალწრემლიანად ვუყურებდით ამ გადაცემას. ძალიან მომეწონა და დამებადა აზრი, რომ მე თვითონ მიმეღო მონაწილეობა ჩემს კოლექტივთან ერთად აი ამ ლამაზი ღირსშესანიშნავი საქმის გაკეთებაში. სადაც ქონდა ლაბორატორია, ფოტოლაბორატორია. ილო ფოტოგრაფს. მესამე სართულს
იმ შენობაში მუსიკალური სასწავლებელი იყო. მე ახლა მაქვს აქ ფოტოსურათი გადაღებული. ეს ვართ შეგიძლია მაქედან ასე არჩენო. ესეთნაირად აქ არის ქალბატონი ნუცუბიძის ქალი არის. ნანი ნუცუბიძე, ჩემი მასალებელი. რო ალბათ ამას ბოლომდე ესწავლებინა ჩემთვის, დღეს კურსანტიაც ვერ ბაჯობებდა დაკვრაში ეს ხუმრობდი. აქეთ ვარ მე. აქეთ გვერდით დღევანდელი გაზეთის რედაქტორი, გაზეთ PS-ის რედაქტორი ნატალია გუბელაძე და ეს დეიდაშვილია მისი და ეს ჩვენი ჯგუფი, რომელიც ქალბატონი ხელმძღვანელობდა ამ მუსიკალურ ჯგუფს და არის ერთი სახასიათო კიდევ მშობლებიც, რა თქმა უნდა. მარტო ჩვენ ხო არა მშობლებიც გადაღებული არიან სხვათა შორის. აქ შეიძლება შევამჩნიოთ, რომ ფარდის მხრივ ერთნაირი ისაა წყობა და ერთი მასში არის ფოტოსტუდიაში გადაღებული ჩვენი მშობლები, რომლებიც მოვდივართ მოსამზადებლიდან და დავამთავრეთ და ჩვენ გავგზარდნენ ისეთნაირად, ეს დიდი სიყვარული და სულ სხვა დრო იყო, სულ სხვა მდგომარეობა იყო და დიდი სიყვარული დღეს ჩვენ უკვე ჩვენი მშობლების გვერდით დგომით, ჩვენ უკვე მეგობრებად კი არა, ნათლია მირონებად და უფრო ახლო ადამიანებად ვართ ერთმანეთის მიმართ და რა თქმა უნდა ესეც არის სახასიათო სურათი, რა თქმა უნდა აქ ბევრი მოგონება შეიძლება თქვა. ერთხელ მუსიკალურ სასწავლებელში რომ დავსრულყავი, ცოტა დრო იყო და შევედი, უყურებდი. ხდებოდა რომ ადიდებდა, გადიდებული სურათებიც იყო და ისეთ სურათებსაც იმაშვებოდა. ესე წყლის აბაზანას უკეთებდა თვითონ უკვე გამჟღავნებულ სურათებს და რომელიც ახალ გადაღებული იყო და მე როგორ შეიძლება ახლა მიცვალებულების და იმგენს ნუ გეშინია ასე ვთქვა მაგერი როცა გადაიღენ ყველა ცოცხლები იყო მაგიშიში არ კონდეს ადამიანის სიკეთე ადამიანის პიროვნება თავად თვითონვე გადმოდის მისი ადამიანობიდან მისი ყველაზე მთავარი თვისება ის იყო რომ ის იყო გულახთილი ადამიანი იყო ის იყო თბილი ადამიანი რომ მას ბოროტება არავის არ შურდა ესაა ყველაზე მთავარი თორე მაშინ თავის ლაბორატორიას კიბის ქვეშ არ ბოწყობდა ნიკო ფიროსმანის არ იყოს ფიროსმანაშვილის არ იყოს ის საერთოდ არსებობს პრეცედენტი რომ ფოტოგრაფს დაუდგენ ძეგლის საერთოდ სოფლიოში არა ეს ხო საერთოდ ფოტოგრაფების სხვებს უდგამენ ძეგლებს თავიანთი გადაღებული სურათებით და მე მგონი აქ პირიქით მე არ ვიცი ახლა ჩემს მასში თქვათ არ მახსოვს სადმე გამეგონოს რომ ფოტოგრაფისტვის ვინმე ძეგლი დაეთქეს მაგრამ ეს არის ალბათ პირველი პრეცედენტი სოფლიოში და იგიც საქართველოში მოხდა და თან დაუდგეს ილო ფოტოგრაფს. იმსახურებდა თუ არა? თქვენი აზრი მაინტერესებს. რა თქმა უნდა იმსახურებდა და საერთოდ ქუთაისი არის კოლორიტების ქალაქი. ქუთაისში არის ძალიან დიდი სითბო, ძალიან დიდი ქართული სითბო, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს. ყველაფერს შენ მაინც ისეთნაირად აკეთებ, რომ ესე თქვა ქართულთან არის ძალიან ახლოს მორგებული და ამითი არის მე მგონია ეს ჩვენი ქალაქი განსხვავებული და ამითაც მე მგონია სოფლიოში განსხვავდით კიდე ვითი რომ ფოტოგრაფს დაუდგეს ძეგლი ეს არის იშვიათობა მადლობა თქვენ ნოხის სამეცალის არის ძალიან საყვარელი და კეთილი ადამიანი. როცა სპექტაკლს ვდგამდით, ხო? მოზარდ მაყურებელთა თეატრში პატოსთან ნუ ანუ და ნუ თავმსახურებელი მსახიობი გახავთ.
ილობაბუა იყო ჩვენი შემფასებელი. აი როცა რაღაცას ვაკეთებდით, ილობაბუა ესე გავაკეთოთ, ილობაბუა ესე და ჩემ მამიკოს, ჩემს ბებიას იცნობდა როგორც რა ვიცი. აუ ილო ჯიგარია, რა მიყვარს. ფოტო გადავიღე და დღემდე ვინახავ, ძალიან მეკასილობა. აი ფულს როცა მიდიოდითო ფულს არ გვართელდა. არა, ჩემ ბაბუა. ეგი ჩემი ბაბუა. Fazima. Orza. თავი დაარტყა? აი მაგე ჩამოარდა დაფილის ხოლია თავი. უღმა ქონდა კი მა არავინ არ ეხმარებოდა? ის ახლა ვიღაცა აი ცენტრებში იყო გამანცხოველი პროსო მისი ახლა რა თქმა უნდა. თვითონ ხო იყოს მე გუშინ გამომიერა. აქედან მიდლა კი მე და განოსმეულებოდა რომ დაცესება აიგებოდა კი მე ქონია ნააბარო ეგ ასე აქედან ხომ ასულიყო რა 100 ქონდა მიდგმული ხო 100 მიდგმული იმაზე მაგრამ კი მე იყო შეტრიალებული ხო იკაცება ევიდა და რა დაიკეცა კი მე მეორე გვერდან ყოფილიყო გამერო იყო ეს განათებული ხონდა ეს ინახლები ყველა 100 ქონდა მიდგმული ხო აი მაგრამ კი მე უნდა ყოფილიყო ნააბაროდ იგი რომელ გვერდიდან იკეცებოდა აი იქიდან ევიდა აი იქიდან ამათ კი მე უმწყუნაღი და გამედვა და წარსე ხედა ახლოს ვიყავი ახლა მაშებოდა სულ აგერ პრიალები ახლა მეორე რატო არ ეხმარებოდა მე ვიყავ მე ანუ იგი ბიჭი იყო ბიჭო იქეთ თუ იგი იქეთ დაცული იქეთ ხომერე უკან გამოიქნება და წანა იყო მე კარგი აი ბიჭი Pagala, că l-am găsit din el, că l-am luat și sigara. Am imazia și erțeul la fel. ქუთაისო შენ თბილ მკერდზე სოგი მოდის, ბევრი მიდის. სოგის კიდევ მიდი მოდის. ვინც მაგ მკერდზე დაგაჭკნება, ის იქნება შენი მოზგმის.